გამარჯობა დღეს მივდივართ ჩიკაგოში და პირველ რიგში უნდა წავიდეთ და ვიქირავოთ მანქანა. ესე იგი მანქანის ქირაობა მინდოდა და ბრუკლინში თუ რაც კი კომპანია არის, სადაც შეგიძლია მანქანის ქირაობა, თარიღს რო უთითებდი და იქ დატოვებას ყველა მიწერდა, რომ მანქანები არ ყავდათ და ამოყიდული იყო, მთლიან გაქირავებული იყო და მაგის გამო მიწევს ახლა Staten Island-ზე გადასვლა და ჰერცის კომპანია მაგ ჯავშანი აღებული და მან უნდა ვიქირავო სავარაუდოდ Kia K4. ვაუ, კაი მანქანა. ნახოთ, სედანი. მე დავსვან საჭესთან. მოვედით სადილეროში და ველოდები ალექს. თქვენ რომ მთლიანი თანხა უნდა იყოს კრედიტ ბარათზე და მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვიხდითო. მე თანხა მქონდა PayPal-ზე და PayPal სამწუხაროდ არ იღებენ. ხო და ახლა გადავრიცხე ბანკის აკაუნტზე და არ ვიცი როგორღაც დაიყოლია რა ჩვეულებრივ დებიტ ბარათიდან მოაკლონ თანხა. იმედია მოაქირავებენ, თორე გავაფრი. ეს დებილობა რაღაცები რატო გვიჭიანურდება ხოლმე. ახლა შეიძლება რომ ჩამოდიან აეროპორტიდან და არც დებიტ ბარათი ქონდეთ ამერიკული, არც კრედიტ ბარათი არაფერი და მაინც აქირავებენ ყველას მანქანას თავად. ჩვენ ყველაფერი უნდა გაგვერცელთ ეს. იმედია მიიღებენ და ალექსი მანქანით გამოვაქიდან. The persistence. I know, right? ეს შემოწმება მოგთხოვეს და ალექსის კრედიტმა ვერ გაიარა. ვერიფიკაცია, რა კონტროლი თუ რაც არის და ჩემით გავაკეთეთ. მადლობა ღმერთს რომ ნორმალური კრედიტ ისტორია მაინც გავაკეთე, რაც აქ ვართ ამ ხნის განმავლობაში. აქამდე არ მქონდა კრედიტ ბარათი და ეხლა გავაკეთე სულ რაღაც 4 თვის წინ. და კიდევ კარგი რომ გავაკეთეთ. თორე დღეს მანქანას ვერ მოგვაქირავებდნენ. არ ვიცი, ან ტურისტებზე როგორ აქირავებთ, თქო და რაღაც სხვა ბარათით იხდიანო და მაგითო. და თქვენ რადგან social-ით გაგვთო, ეს უნდა გადაიხავთ, არ ვიცი. მე მანქანით მოგვიწევს წასვლა. რა დარეგისტრირდა მაშინ რაღაც ძალიან კაი მანქანა ჩანდა Kia, ცოტა მაღალი უფრო და აქ პარკინგზე არ აყავთ მსგავსი მანქანა. არა და მაგის თანხა გადავიხადეთ. სხვა მანქანები. მანქანების სხვადასხვა ფასი ღირდა ყველა და Tennessee-დან ჩამოსვლა ვიღაცა მანქანით. მე არ მაქვს ჩართული მიკროფონი. კი. ჩართულია შენ. როგორ ჩართია როდის? Ляо, გაბლეზული ხარ. აუ, როცა რაღაც მოინდოა და რაღაც ესეთი საქმე რო არის, რომ ამში უნდა მოაგვარო და არაფერი ესეთი პრობლემას რო არ ელოდები და ყველაფერს რო იზამი. დღე ჩაგამწოვან, მაგრამ მაინც კიდევ კარგი მანქანით მივდივართ აქედან და ვიფრინავით არ მოგვიწევს წასვლა. იმიტომ რომ იმდენი რაღაცა გვაქვს ბარგი. მე კიდევ მაგის თანხები ემატება და მომოგეთ ყველა ვარიანტში გვერჩვინო, რომ მანქანით წასულიყავით. მე გერდა ვისდებოდა. მე რა გინდა ის? გერიცხება დეპოზიტი და. ხო, ის დაბრუნებელია, იმედია დააბრუნებენ და რამე შარს. მაგრამ ისე თვითმფრინავისას აგინაზღაურებდნენ შენსას. მართალი ხარ ისე? შენ ბილეთს ხო ანაზღაურები? მარტო ჩემ იქნებოდა გადასახდელი. მაგრამ მე იქ ისევ ტაქსით რაღაც უნდა გვებოდიო, არა უშავს. ახსოვს პატარა მანქანის ხართვა. სამავიწყდა რა შეგრძნება არის. მანქანაში ჯდომა. Low fuel-ო. რა? გავსაბოს მატანა თქო და უკვე შესაძხმელია. მეოთხედი მოიყვანე, მაგიტომ მითხრეს. მეოთხედი გავასეო. აუ ისე ის გამოხსნა კოროლაში რო ჩავჯექით პირველად. ჩემი ის დამაგრდება სამაგრისადმე ტელეფონი. დაბალი მანქანა არ მომწონს საერთოდ. სად? დამაგრდება სადმე? არ ვიცი. რაღაცა ის მომაქვს. თელი დღე დამტანჯა თავისით ირთვება. ნახოთ ახლა. ისეთი რაღაცა გამომიგზავნეს და ესე ტელეფონზე იმაგრება პირდაპირ. აბა ნახე. ის გაქვთ სამაგრი ამე ის? ტელეფონზე სამაგრი. ესა დამაგრება. აქედან რას დაინახავ? იქით დაიმაგრე შეგე. იქ არ არის ადგილი და სამაგრებელი. შვენიერ, ხედავ იქით. არ დამინახავ და შემეთხა. აუ. საჭირო. ვედი, თავ ალექს. პატარა მანქანა როგორია, რამდენი ხანი არ გიტარებია, ხო? ეს 225 წლის მანქანა ნაირად არაჩვეულებრივია. 225 ეს ისა გადავეჩვიე. პატარა მანქანა არც მით საქართველოში აღარ მიტარებია უკვე. მაინც SUV იყო რო ვატარებდი და მაგარი დებილობა არჩი. დაბალი მანქანა ხო? როგორც არ უნდა იყოს, არ ვიცი სპორტული რანაირი იქნება. შეიძლება რამე მუსტანგი არ რაღაცა, მაგრამ ის მუსტანგები ცოტა მაღალზე დგას ხო? ოდნავ. ესეთი დაბალი მაინც არ იქნება. ხდება ხო? სპორტული. ისინიც ესეთია? ის უარეს დაბალი.
ღარამი არ უწევს დაბალი მანქანა ესე იგი. მანქანის ქირაობა არის ნიუ-იორკში, ბრუკლინში და სტეიტენ აილენდზეც. ძალიან რთული რაღაც რა მივღწევ. მოკლედ ბრუკლინში ესე იგი მანქანის ქირაობა გვინდოდა რომ წავსულიყავი ჩიკაგოში ორი დღით მინდოდა რომ მე ქირავებინა და ბრუკლინში ხო საერთოდ არაფერი არ არის, ანუ მანქანები არ ყავსო ეწერა რა. ხო და ანუ შეიძლება იმიტომ ეწერა რომ ჩვენ შორს გვინდოდა ჩაბარება. უმეტესად კიდე ანუ მხოლოდ ისო რა ქვია, იმას ქუნა დააბრუნო, სადაც აიყვანო რა. ხო. ხო და მოკლედ მარტო აქ სტეიტენ აილენდზე იყო და უნდა მეკირავებინა აქ. მოვედი და ანუ უნდა გადაიხადო, ჯერ მითხრეს კრედიტ უნდა გადაიხადო ყველა ვარიანტშიო რა. მეთქი დებიტით გადავიხდი, არ მაქვს მეთქი კრედიტი. PayPal-ის დებიტით გადავიხდი მეთქი, მერე არა PayPal-ით ვერაო, კარგიო გადაიხადი დებიტით, მაგრამ ბანკის დებიტ გარათითო. მანქანის ქირაობა დაჯდა სადღაც $400, ანუ მარტო მანქანის ქირაობა. და პლუს თუ დებიტით იხდიო, ისო რა ქვია, დეპოზიტი უნდა გადაიხადო $500-იო. ან თუ კრედიტით გადაიხდიდი, მაგ შემთხვევაში იქნებოდა დეპოზიტი ისო რა ქვია $200-იო რა. მოკლედ ფული გაქვს, მაგრამ მანქანას ვერ ქირაობ რა, ესეთი რამე სად ხდება. ხო და? ბოლო ავიღე ეს ყველა თანხა რაც მქონდა და გადავიტანე დებიტ ბარათზე რა. ჯერ $500 დეპოზიტი ხო რა, აი, როცა თან იხდი $400 ქირაობაში და $500 დეპოზიტი. რამე სპორტული მანქანა, რაღაც ექსკლუზიური მანქანა რო ეხლა. ეგეთი რამე რა, ბევრჯერ მიქირავები არსად არ ყოფილა რა, ისი გიჟი არის. მაგის გამო ცუდ რეიტინგს მიიღებენ. მერე მოკლედ ეს ფულის მეთქი მაქვს გამზადებული მაქვს, ფული ყველაფერი გადავიხდითქო და ეხლა კრედიტი უნდა შეგიმოწმოთო. თან გვერდზე ვიღაცას დაუკლეს $200 დებიტ გადაიხადა $200-ით დაადებინებს ხოლო დეპოზიტი და მეთქი ამას თუ გაუკეთე ეგრე მეც გამიკეთე მეთქი თან კლას A დრაივერი ვარ პროფესიონალი დრაივერი მეთქი რა. არა ამასო თავისი სახელოსნო აქვს მანქანების შესაკეთებელიო თუ რაღაცო ბიზნესია. კაი მეთქი. მერე უკვე მზად ვიყავი რომ გადამიხადა ჯამში $900, 500 დეპოზიტი რომელიც 5 დღეში ბრუნდება მანქანის ჩაბარების მერე. მერე შემოწმეს კრედიტი და არა შენ დაგიდეკლაინდაო ვერა. კი მერე ეგ რატო ქნეს ეგ მართლა პირველად გავიგე ეგეთი რამე კიდე პირველად ხომაც პირველად გავიგე და არა აქამდე ნიუ-იორკში არ გვიქირავებია და ალბათ სხვა შტატებში სხვა წესები არის. ესებიც რა მეთქი ცოტა ვივაჭრე კიდევაც დამიკელი მეთქი, მაგრამ კბილის ექიმთა რო გაჭრა აქ არ გაჭრა რა ვიცი. ხო და მოკლედ დავიდი კლაინეს და უარი მითხრეს და მე ანიზა მოვიყვანენ და ამის ბარათით გავაკეთებინეთ და ამასაც მეთქი ისე ვიყავით რომ ამ დაუნტკიცებენ ან არა, მაინც 600-700-მდე უნდა გქონდეს კრედიტ სკორიო და რა ვიცი და დაუნტკიცეს კიდე კაი და გადავიხადეთ $900 ორი დღით რაღაცა Nissan Altima-ში და ნუ კი დაბრუნდება $500 წესით მერე, მაგრამ ანუ ცოტა მაღალი მანქანა მაინც ყოფილიყო რომ კომფორტულად გვემგზავრა. ესე მგონია პირდაპირ ასფალტზე ვზიო. ხო და კრედიტით კიდე იმიტომ ვერ გადავიხადეთ, რომ ანუ ეს იყო რა ქვია. $500 არის კრედიტი ლიმიტზე და ცალკე ანუ სიტყვაზე მანქანის ქირაობის ეგ ჩვენ გვაქვს ლიმიტი. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს და მანქანის ქირაობის რო გადაიხადო კრედიტით და დებიტი, მერე დებიტით რო დეპოზიტი გადაიხადო, ეგრეც არ შეიძლებაო რა. ხო და ეს რა ქვია. მეთქი ტურისტებზე როგორ აქირავებთ აბა მეთქი რა. მაგათო არა აქვთო, არ ჭირდებათო კრედიტიო, social security number-იც არ აქვთ. ადრე რა ვიძახდი, გახსოვს, საბუთივისაც არ აქვს, ივათის უფრო ადვილია მეთქი რაღაცები. მართლა ეგრე არის რა. შენ რადგან გაქვს ესე იგი social-ი გაქვს, კრედიტ ბარათი გაქვს, უეჭველი ეგრე უნდა გაკეთო და ის ტურისტი ვიღაცა მოვა, თუნდაც cash-ით რაღაცით გადაიხდა. არა მგონია მაინც არ მოგცემდნენ ეგრე. ხო, მაგრამ პირადობას ხო აქვს და ნიუ-იორკის იმას რომ ვაწვდი პირადობას ტურისტი აღარ ხარ მე გაიგე. გევიგე. შენი კომპანიის მანქანა დღეს სამსახურში უნდა იყო ალექს. ჩემი მანქანა ხო არის მე რა ვყავ. არა ვიცი. კიდე ამჯერად რომ აქედან მივდივარ. ჩვენი პირველი გაჩერება ბენზინი გასავარცად ქორ. $45 წავიდა 14 გალონი. აქ რამდენჯერ ვიყიდე გადასაფრთხე კიბილეთი და ვერც ერთხელ მოვიგე. ხო, გადავცვალოთ ისინი. თუ სადმე გზად სხვაგან. აქ არა აქვს მომგებიანი ბილეთები. სხვაგან გადავცვალ. მარტო $1 მოვიგე ერთხელ. სად არის? ჩვენი ბარდი და ცოტა სალონშიც გვიწვია. საქართველოს ორი ჩემოდნით ჩამოვედით, მაგრამ
ეს ძალიან გავწენეთ ახლა ისეთი გატენილია 2 ძლივს ჩავდეს. 50 კილო. აქაც სავსე ეს რაღაცები გადასაგდები არის. სოიგა. შემოვედით დანკინის ყავის ასაღებად, რომელი ვიყიდოს? სავარაუდოდ ცივი ლატე ყინულიანი. ეს ნახე, ეს რო გასავლელი. დავა? 15 საათი 12 წუთი 900 მაილამდე. რა სიტყვით დღეს ჩავალ? 900 მაილში რა кайფ ვშევდით ტრაქსა. ეხლა უფრო აკეთ ეხლი. აბა კარგად ნიუ-იორკს გიტოვებთ, გაურთხილით ტროტუარებს, დრაივებს და ასე შემდეგ. ბეტონი არ დაამტვრიოთ იცოდე. ესე იგი ბრუკლინიდან გამოვედით ჩვენ პირველ საათზე, ხო? პირველზე. ნახოთ როდის ვიქნებით. მინდა რომ ხვალ ჩავიდე, თუ არ დამეზარა რაღაცა ჩავალ მოკლედ. მივალ ოფისში რომ დრო არ დავკარგო რა. მზად აღნიზენ ჰოთ-დოგები. ხო და მათ ვერში პედოდა ცივი ჰოთ-დოგები გამოდის. კოლდ-დოგები გამოდის, ესე იგი რა. სკაისოსი იყო ხო რო ჭამეთ რაღაცა ჩვენებურისნაირი ბრუკლინში ნახეთ. ესე გამოიხურება ვიზუალურად, არ ეთყობას იგინი რომ სოსი დებს. დამალულია. აიო. აბა, ვის უნდა? რა გაისონი აქვს? დამინდა ამის გადაგდება და წამოვიღე იქნა გზაში მოგვინდეს თქო. აბა გასა. ამის გადაგდება იქნებოდა? მაგრამ დანა რომ ქართულის გამო. აბა ისე როგორ ჩაგუჩო მაგარი იქნება. თუ გინდა გავჩერდეთ და ისე ჭამს. ძალიან კაია. ორი ხარ გინდა? ყველიც. ლობიოც. ლობიო ყველაზე მეტად ხდება. თუ ეს ხდება ლობიოს. დილის ამოგვიანდა ყავის დალევა და აი ისე მისკდება თავი იმ დონემდე მივიყვანი რომ ახლა უნდა დავლიო. ზოგადად Walmart-ი რატენი ხანი არ ვინახავს. რაღაცია. ხო და ისე რა ქვია რა სომდი. მეთქი ყავას დავლო და იქნებ გამიაროს თქო, მაგრამ არ მიშველო და ხა უნდა ვხიოთ ორი გამოყუჩებელი. შენც გინდა ხო? შენც დალე? 50 მე. ახლა გავჩერდით პირველად რაც წამოვედით მას შემდეგ. რამდენი საათი გავიდა? 4 საათი გავიდა ზუსტად. კარგად გვივლია. და გავიარეთ დაახლოებით 260 მაილი. ცოტა მოვითენთე მე შენ? მე არა. ცოტა თავმდგარა დღეს იქ ყავის დალევა დამაგვიანა დღეს დღეს რამდენი რაღაც გავაკეთეთ დილით. ძალიან ბევრგან ვიყავით რაღაც. მარტო 1 საათი ავტობუსით ვიმგზავრეთ. ხო. Staten Island-ზე ეს ქირაობაც გაჭიანო და რაღაცა ეს ის. მე სახლი დავალაგეთ, ვაიმე, სახლი რა ოთახი იყო, მაგრამ იმდენ რაღაცა გამოვზიდე, იმდენ რაღაცა გადავაგდეს. რა ვიცი, 1-2 საათი დაგვჭირდა რომ ყველაფერი გადაგვეყარა. ახლა მოვიდით McDonald's-ში. ყავასთან რამეს ავიღებ, ცოტა რომ გამოფხიზდე. აუ, რა კაი ადგილია, მაგრამ ძალიან ცხელა. მანქანაში რო კონდიციონერი მქონდა ჩართული. ესე მეკონა გარეთ გრილოდა, მაგრამ მოვტყუ. წინიდან გადაიღე, არ გინდა? წინიდან გადაიღე. აბა გაჩვენოთ ჩვენი მანქანა. აუ მე უკეთეს ველოდი, უფრო დიდი მანქანას და კომფორტულად წამოვიდოდი, შემიძლია ეს დაბალი მანქანები. მაგრამ სხვათა შორის ძალიან ხმაურიანი მანქანა არ არის. რბილად ადის, არ მეგონა ესეც თუ იქნებოდა, იმიტომ რომ ადრე ხო Toyota Corolla ყავდა. Toyota Corolla სწორია ხო? Toyota Corolla ყავდა? ჰა? Toyota Corolla არსებობს? კი. ხო, Toyota Corolla ყავდა? ხო, ნუ ყვირი ხარ გაისერცხები. ხო და ეგ ძალიან დრაგუნა იყო რა. ავტობანზე რო გავიდოდით ხოლმე, ძალიან ხმაურიანი იყო და ამაში იმდენად არ შემოდის ხმა, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი არის. რა საყვარელი იყო ჩვენ გაგვიღო კაცი. Thank you. Have a good day. ჩვენ გამოვბრუნდა? რაგინახა YouTube-ზე რო იყო გავწევდა. სამჯერ შევიდა რესტორანში. კარი გაგვიღო, მობრუნდა. ხართ იყო ყველა მის მანქანამდე მისული და ეს არ ჩაიწერა. დღეს დიდი ხარჯი გქონდა და ცოტა იაფად გამოვწვრეთ. კაი, რა გინდა მართლა? McDonald's-ით დაგმოყაფლეთ. ვაიმე, თავი ისე ვამტკივი და მოდი ყავა.
არა, ყავა მინდა. მე არ მინდა. მე ჩემს აიღე. ეს რა არის? რა იაფიღირს რა არის? ეს ყავები. მოდი ეს ამეღერა მე. ზომის სასმელი ერთ და იგივე ფასირებს $2.49. დიდიც ხო? მედიუმს ავიღებ არ მინდა. სმაკის ჩვეულებრივი ცივი ყავები, ცივი ყავები ძალიან მომწონს. ვანილის და ვანილის ხო? ძალიან გემრიელია. რადგან ხდეთ? არა, ისაც დიდი ხანი გვა. მოირგეს კამე. თორე ის ქონდა რა ქვია. ეს პედალი რომელია შემახსენე? ავითა არ ახსოვს სინამდვილეში. ო, რას მიგავს თეთრი ზედა? ეს რა ჩაწორილი ყოფილა, ხე ვარლანდით. ეს როგორ მიწია საიდან წევა? ო, ამას რა კაი სკამი ქონია. რამდენი ღილაკი აქვს ჩემს არაფერი არ აქვს. მოირგე და let's go. აი მე მართლა არ მახსოვს. აბა დავუწარით. დაგვრჩა 10 საათის გზა. 4 საათი მოვჭერით. ჩაურთე მაჩვენებელი და რატო? პირდაპირ გზელდება. ჰა? აგრიპე სიჩქარე და ჩაურთე მაჩვენებელი მარცხ. და რა თქონდა, ისაც გზელდება ეს. უნდა შეუერთდე იმ გზას, არ გზელდება არაფერი. Continue on I-80 west for 190 miles. Wow. მომნატრებია. დავასწრო ამ ტრაქს. რამდენია დაშვებული? მე 70 მივიდა. 70-ია დაშვებული, 75-ზე დააყენე და თითქმის 3 საათი ვიყავი საჭესთან და ახლა მოვედით რამის საჭმელად. ესეთი ბუფეტი არის და ნახოთ აბა რა იქნება. ალექს ისევ თავის ტკივა. გავუჩა წამალაც. რა მოწესრიგებულია ქაურობა. რა კარგია. თებში ავიღეთ და ეხა შეიძლება ამსარება. ნებისმიერ რამის შეგიძლია, მაგრამ პატარა პიცა არის ძალიან. რა თუ გინდა აიღე. ეს ის არის დამპლინგი. იმას რო გავს ხინკალს. რა გიცხო შემო. ვაცვალიერება ვიცი. ნახე. ესენი მაგრამ მაინტერესებს. არა მეშინია ესეთი. ავიღეთ ტერიაკი ჩიქენი. ჩვენეშენი თებში ესეთი 2 ცალი დესერტიც. ძალიან ლამაზი სათამაშოები აქვს და იქნებ მოიგოს ალექსმა. მოიცადე. გონი აქეთ. სტიჩი. ბატარეაში ვერ მოვიგეთ და იქნება ქვენც. მეც აქეთ უფრო საყვარლები ხარ არის ერთ წამი. რაღაც ეს მომწონს ძალიან. სტიჩიც კაია, მაგრამ ეს საყვარელია, თან რაღაც კარგად დევს ხო? კარგად ამოსტიფ. აი ორი ის გვაქვს, ერთი 6 და მეორე სტიჩი. აი. იეგე. ეს რაღაც ცუდად დევს. აი რომელიც ისიც კუთხეში რო დევს, სხვა ერთია. შენ რომელსაც შეძლებ რა ვიცი. მაგრამ ეს ენდებილობია. ეს ალბათ შუაში მოუწევს ხო? ეს კურდღელი არ მოგწონს? ესა? არა უშავს. კაი იყოს. სტიჩი ცადა? არა ვერც იქამდე ვერც მივა ეგ. ცადოთ აი თუ მოვიდა მე. კაი, აი ესეც საყვარელი ჩანს რაღაცა. ეს რა არის? მინდი. ოღონდ რა ქნა. აი ვერასდროს ვერაფერი სათამაშო ვერ ამოიღო აქედან რა. იქ ხომ მოვიგე? სად? სროლაში. სად? ტირში რო ვისროდი ხომ? ტირი ხო, მაგრამ ეს თევზე ვამბობ. აბარაკედა. რა ჩემზე დამოკიდებული მოვიგე და რაც არ არის. ასე გამოიყურება ჩვენი ნადავლი. კალიე. წვეთავს. ეს ჩვენი მესამე გაჩერება. დღეს ორჯერ გავჩერდით საჭმელად და ესეც მესამე გაჩერება ბიფის ტრაქსტაფი არის და gas station-ი. გავჩერდებით, ფიქრობ ამაღამ საწვასაც ჩავასხავ, სადღაც რო ჩავასხი დამიწერა რომ გაგატარებ 505 მაილსო და სადღაც გამატარა უკვე 515 მაილი და პლუს 90 გაგატარება მიიწევს რა. მაგარი ეკონომიური ყოფილა.
ხედავ ჩაულა რამდენი ხანი ჩდომას. მოკლედ 10 საათი არის პირველზე გამოვედით, ხო? 9 საათი გავიდა, ხო, რაც გზაში ვართ. ახლა ჩავასხათ კიდე საწვავი და ესე 2.73 ღირს აქვს. ნიუ-იორკში ღირდა 3 და რაღაც 3.26 აქ უფრო იაფი ღირს. 1.50 ცენტით. რომელ შტატში ვართ ახლა? შემახსენე? არ გაქვს ჩართული მიკროფონი? აი რეგულარი ავირჩიოთ 87-იანი. აქაური რეგულარი ჩვენი პრემიუმი არის და წავიდა. მოკლედ ამ გაჩერებებით ამ 9 საათში გავიარეთ 500 რაღაცა რა. სადღაც 520 მაილი. ცოტა წავუძინოთ მანქანაში და მერე გავაგრძელოთ ადრე გზა დილით ადრე, იმიტომ რომ ხოლმე ჩვენი მინდა რა იქო. დილამ შედავეს. საერთოდ მეგონი 2 საათი მეძინა ჯამში, ყველა წამს მეღვიძებოდა და ალექს გაგუძულს ეძინა. თან ის ფანჯრებს წერდა და ამას ფანჯარა არ იწყება, მანქანა თუ არ დაგოქე და კარს ვაღებდი და კარის გაღების დროს აქ ბრდღვიალა შუქები ენთებოდა ხოლმე. რა ხდება, რასაც ჩახჩახეა სინათლეებს. გაიღვიძე და ალექსი. ხარ დაასვენებს ადამიანს. ვაიმე, რა კომენტარები ქონდა, ეგ უნდა გადამეღო ისეთ სასაცილო. მე შემთხვევით CarPlay-ს დავაკავშირა ჩემი ტელეფონი და შუაღამისას ძინადა ჩავიტო მუსიკები ფაინალ. ვიდეოს ვთავდი TikTok-ზე რაღაცებს სკროლად და მანქანაში ჩავიტო მე ვეფრიდორი გავთიშე და ვაიმე გაგიჟდა კინაღამ გადაიდია. ის ახალდაწელები რა ვიყავით და ფეხი მიმიჭერია საბარგულის გაღებაზე აქ რა. და მე ქარი ამოვარ და მაგარი და ეს საბარგული თურმე პატარაზე ღია იყო და ქარმა რო დაარტყა სწრაფად წამო კიდე კაი შუშა ჩავიტრია და ისეთ ხმა იყო ჩემი ფიქრით რაღაცა დაგვეჯახა. კოდები სადღაც ხო არ იცი. სადღაც ჩავდე ერთი მარტო. არ გინდა უცებ გადავივიდოთ. აუ ეხლა ამდენად ისე კარგად ჩამეძინა თან ისე კარგად წვიმდა. შენ შეგიძლია გზაში დაიწვი გადაწიკი მართლა. არ დაწუხილ საერთოდ არ მეძინება და 3 საათი იყო თუ რაღაც ალაქსო ხოწევოდი მეთქი მიდავრდების საჭესთან. წავიდა ეს თქო. ეს ამასმის გამოცოს ვაპირებ ხოლმე. შობლების ოხში შემოვდივარ. საკმაოდ დიდი სივრცე. აი ხარ ამდენ სკრიგო. დასიზო. ახალგა რამა ეს. მიდიუმი. მოდი სასახები ქონდა ერთი კაცი იყო და მოგვესალმო და ახლა რომ გამოვიდით დაბანილები და სტომაწესრიგებულები ვეგვისლა მეორე მოგვესალმო. მომისმენი ავიღო. აღარ წვიმს? წვიმს. გასვლა თბილი და უგემური. ისე ჩვენ მოლი გვინდა ალექს რამე გზად. თუ არა და რო ჩავალთ მერე. აუ ნახე რა ცვიმა არის და. მოვედით ალექსის ახალ კომპანიაში. სულ ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვლოგი. აქ შევწყვეტ ამ ვლოგს, იმიტომ რომ სავარაუდოდ წამოსცელი გამოვა და შემდეგ ვლოგში განახებთ რა როგორ გაგზავნებთ თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, დაალდეთ ტრაქის აყვანის ვლოგს. გემშვიდობებით.